ოჯახი, რომელშიც აბორტის მძიმე ცოდვა ტრიალებს განწირულია, ბედნიერება იქაა, სადაც 2-3 წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება. მიმართა პატრიარქმა სამების ეზოში შეკრებილ მრევლს. მან მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ილაპარაკა. უარი არ უნდა ვთქვათ კანონმდებლობაზე, რომელიც ოჯახს მავნე გენდერული თეორიებისგან დაიცავს, თქვა შიო მესამმა. ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეიმედზე სამთავრობო უწყებებმა რეკლამები გაზარდეს. წელს პირველ კვარტალში იმედს 7-მა სახელმწიფო ორგანიზაციამ 1.7 მილიონი ლარამდე ღირებულების რეკლამა დაუკვეთა. შარშან კი დაახლოებით 250.000-ის. სანქცირებულ პროპაგანდისტულ არხზე ყველაზე მეტი 100.000-დან 9 მილიონამდე ლარის რეკლამა მიიტანეს კულტურისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა. ორბანმა შეცდომა დაუშვა, როდესაც უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდიანი სესხი დაბლოკა. აცხადებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი და ორბანის ძველი მოკავშირე რობერტ ფიცო. მისი თქმით, სესხს თვითონაც ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ საერთოდ უარი თქვა საკითხის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოსა და უგანდაში ებოლას აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. ჯანმოს განმარტებითი სიტუაცია ჯერ კიდევ არ მიიჩნევა პანდემიად, თუმცა ვითარება საგანგაშოა კონგოსა და უგანდის მეზობელი ქვეყნებისთვის. ბოლო მონაცემებით ვირუსით უკვე 80 ადამიანი გარდაიცვალა.